ყველას აქვს უფლება კონდეს ინფორმაცია საკუთარი წარმომავლობის შესახებ. Ვიცოდეთ გენეტიკური დაავადებები. Ვიცოდეთ დაბადების ისტორია. მე ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ბიოლოგიური დედის და მამის გვარი არ იცი. როდესაც არ იცი დაბადების დღე. დაგვიკავშირდი, თუ ეძებ. შეუძლებელი არაფერია. წლის 17 აპრილს დედაჩემს ქალაქ თბილისის მეორე სამშობიარო სახლში შეეძინა გოგონა, ჯანმრთელი გოგონა. მეორე დღეს დედას უთხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში ბაქოს ქუჩაზე. მესამე დღეს დილით დედაჩემს უთხრეს, რომ გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება მე დავიწყე დაახლოებით 3-4 წლის წინ, როდესაც რაღაც ფაქტები ამოტივტივდა, არასასურველი ფაქტები ბავშვების დაკარგვის და ჩემთვის გახდა ასე ცნობილი დაკარგვის და ესე ვთქვათ გაყიდვის შესახებ. მივაკითხე იუსტიციას სახლს, გამოვითხოვე ბავშვის დაბადების, ჩემი ბიოლოგიური დის დაბადების და გარდაცვალების ცნობა. არც ერთი ესეთი ცნობა არ აღმოჩნდა იუსტიციის სახლში. გამოვითხოვე ჩემი დაბადების მოწმობა, რათა მენახა ჩემზე როგორი ჩანაწერი იყო სიმართლის წიგნში, ანუ დაბადების აქტში და მე ვწერი ვარ დედაჩემის და მამაჩემის პირველ შვილად, მაშინ როდესაც მე ვარ მათი რიგით მეორე შვილი. რამოდენიმე თვის წინ მე გავერთიანდი ჯგუფში ვეძებ, ანუ სხვა დანარჩენ გოგონებთან ერთად ვარ ამ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინი და უფრო ღრმად დავიწყე ასეთ საქმეებში, ესე ვთქვათ, ღრმად შევედი და გავეცანი როგორი დანაშაულებრივი სქემით ხდებოდა ამ ბავშვების მოპარვა, გაყიდვა, გაშვილება და ასე შემდეგ. რამოდენიმე ადამიანთან გასაუბრების შემდეგ ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი. ასეთი სქემა არსებობდა თბილისში, რომ რამოდენიმე ადგილას ქალაქის უბნებში, მათ შორის ვაკეში, იყო კიდევ ესეთი მთაწმინდაზე ესეთი სახლი, იყო კიდევ გლდანში. ჰქონდათ დაქირავებული საცხოვრებელი ბინები, კონკრეტულად არ ვიცით ეს პიროვნება, ვისაც ჰქონდა ეს დაქირავებული ეს სახლები, ყავდათ აყვანილი ბავშვისთვის მოვლელი ციცები და იმ სახლებში მიყავდათ ქალაქ თბილისის ყველა სამშობიაროდან ახალდაბადებული ჩვილი ბავშვები. იმის გამო, რომ ეს ალბათ მოსახლეობას არ შეემჩნია მეზობლებს ბავშვების მასიურად იმ სახლებში მიყვანა, ეს ბავშვები მიყავდათ ჩანთებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებოდა ამ ბავშვების გაშვილება და მათ შორის სამწუხაროდ საზღვრებს გარეთ გაყვანაც კი. ამ ინფორმაციას გვიდასტურებს ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც მისმა აღზრდელმა მშობლებმა უთხრეს, რომ სწორედ ამ სახლიდან მივიდნენ ამ ბავშვის წამოსაყვანად. ასევე ერთ-ერთი ასეთი სახლის მეზობლად მცხოვრები პიროვნებაც გვიდასტურებს ამ ინფორმაციას. ეს ორივე ადამიანისგან მოწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა უბნის სახლებს ეხება, ამიტომ ჩვენ ამაზე დადასტურებულად შეგვიძლია ვისაუბროთ. გაშვილებული ბავშვების ისტორიის გაცნობისას წავაწყდით კიდევ ძალიან საინტერესო ფაქტს. ძალიან ბევრი გაშვილებული ბავშვის დაბადების თარიღი რატომღაც არის 10 ივლისი, სხვადასხვა წლების, მაგრამ თვედარიცხვი არის 10 ივლისი. ამის მიზეზი უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ზაფხულის შვებულების პერიოდი, როდესაც შემდგომი პირები გადიოდნენ შვებულებაში და შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა იყო მოხსნილი ამ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. ჩემი ფიქტიური დაბადების დღეა 10 ივლისი, თუმცა რეალური ბიოლოგიური დაბადების დღის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.
ჩვენ მივადექით ერთ საინტერესო ფიგურანტს ამ სქემაში, რომელიც თითქმის ყველა გაშვილების საქმეში ფიგურირებს. ეს გახავთ ადამიანები, რომლებიც სამშობიაროდან ბავშვების გასხვისების დროს თამაშობდნენ შუამავლის როლს და ფუნქციას. 70-იან, 80-იან და გვიან 90-იან წლებში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ დაეკავშირებინათ გამზრდელი უშვილო ოჯახები და სამშობიაროში მოქმედი ექიმები მომხდარიყო მათი უპრობლემო კომუნიკაცია და ბავშვის დაბინავება, ეგრეთ წოდებული დაბინავება გამზრდელის ოჯახებში. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ შუამავლები, რომლებიც ფლობდნენ ყოველგვარ ინფორმაციას, ყოვლის მომცველ ინფორმაციას ბიოლოგიური მშობლების შესახებ. მას შემდეგ რაც გავიდა გადაცემა, გადავწყვიტე რომ მეც მეთქვა ხმამაღლა, რომ დიახ, მეც ნაშვილები ვარ. ვარ ღვევდუმილს და ვამბობ, რომ სავარაუდოდ დავიბადე 1988 წლის 10 მარტს სიღნაღის სამშობიაროში. მას შემდეგ რაც დავიწყე ჩემი ბიოლოგიური მშობლების ძიება და ვერ გავედი კვალზე, გამიჩნდა სურვილი, რომ სხვა ადამიანებსაც დავეხმარო. ძიების პროცესში გადავაწყდი ასეთ ფაქტს, რომ კვალის არევის მიზნით გაშვილებულ ბავშვებს ეუბნებოდნენ ძირითადად ორ გვარს, კვირკველია, კვარაცხელია. იმის გამო, რომ ჯგუფის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადავწყვიტე, რომ ვთქვა სიმართლე. პირველად ვამბობ ხმამაღლა, რომ მე ვარ ნაშვილები. სქემა იყო ესეთი. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ერთ-ერთი ტყუპის ცალი ის ეკრებოდა სამშობიაროდან, რომ მისი არც დაბადება ჩანდა და არც გარდაცვალება. მეორე ფაქტი არის ესეთი. ამ ყვანი მშობელი შეყავდათ სამშობიაროში და ატარებდნენ როგორც ბიოლოგიურ მშობელს. სამშობიაროს თანამშრომლები აღმზრდელ მშობლებს აცვამდნენ თეთრ ხალათს და შეყავდათ შემოვლაზე. სინამდვილეში აღმზრდელი მშობლები ან მათი შუამავლები შედიოდნენ პალატებში იმიტომ, რომ ბიოლოგიური მშობლები ენახათ ახლოდან და გაეგოთ ასე ვთქვათ მათი გენეტიკა. 16 წლიანი ძიების შედეგად ვიპოვე ბიოლოგიური დედა. ძიების პროცესში აღმოვაჩინე ბავშვების გაყიდვის სქემა. ერთი სამშობიაროდან მეორე სამშობიაროში კვალის არევის მიზნით გადაყავდათ ბავშვი, რომ მას ბიოლოგიური მშობლებისთვის ვერ მიაგნო. იყო შემთხვევები, როდესაც აყვანილი შვილის გვარი არც ამ ყვანმა მშობლებმა იცოდნენ. სამედიცინო პერსონალი სიმართლეს ამ ყვან მშობლებსაც უმალავდნენ. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი სიუჟეტის მთავარი გმირია. სამი წლის უკან დაახლოებით ესეთ სიტუაცია შეიქმნა, რომ მივხვდი ეს სიტყვით. ნაშვილები ვიყავ. გამზრდელის საქცილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ესეთი ასე ჩამოყალიბდა, რომ რაღაც ეჭვშენება რომ მათი ის ვიყავენ ფილი ვიყავ. რა საქცილებდა? ნუ ახლა პროექტი ნიუანსები ესეთია, რომ ძმისშვილები ყავს მას და უფრო მათგან იხლებოდა ყველანაირად. მე ბოლოს ისე იყო, რომ აი თბილისში მიწისძვრა იყო. მაგ დროსაც ესე იგი პირველად მიმოიკითხა მის ძმისშვილები. და ბოლოს მე. ხოლო ერთი მეორე მესამე მეოთხე უკვე ეჭვი და მე რაღაცა ესა ქვია მივედი გამზრდელი მამის დასთან. რამდენი წლის ხარ? 54 წლის ვიყავ მაგ დროს. ახლა 58 წლის. 54 წლამდე არ გაგჩენიათ ეჭვი, ან არ მოცეულა ესე უცნაურად 54 წლამდე. 54 წლამდეც იყო რაღაც ესეთი ისინი იყო. მაგრამ ამ ბოლო დროს ასხა რა ვიცი. ასე მოხდა რა თავისებურად რა ვიცი, რა ის მოხდა. მე უფრო გამიშთა ეჭვი. მანამდეც იყო რაღაც ისა. კონდა ეს თავისი ცრები და ისინი, მაგრამ მე უფრო რა ვიცი. თავისებურად მოვიდა თითქოს ეს პროცესი და მე ესა რა ქვია, გამზრდელი მამის დას მასკენე რა ქვია. ნუ მე აყვანილი ვარ მეთქი კითხე. ხო და ნუ იმანაც ადამიმალა. და ხან ესე იგი მიხვდა რომ მე ვიცოდი რაღაცა, ხო? მითხრა რომ ხო გაგზავნა. თორეა. ამაზე პრობლემა არ აქვს.
ხო და მივხვდი რომ არ ვიყავი ისა რა ქვია მამათიშვილი. მე ბოლოს როგორ იყო? მივედით მე სახში რომ მოვედი. მე ვუთხარი და ვიცი შენი შვილი არა მეთქი. ხო და მითხარი მეთქი სიმართლე მეთქი. და მე აგერ ეს პროგნოზი რო არის. შემთხვევით ნახეთ მაგ. ესე იგი რომ ჩემი დაბადების დღე შაბათი 1972 წლის ისა აპრილი. აი აქ. თვითონ ქონდა იმაში თვითონ შტაბში ნახული. და შემთხვევით წავასწრ რა ამ დოკუმენტებს. აგერას. ყველაფერი. სახელი წაშლილი ქონდა. მე ვნახე, მე წაშალა. და მე მაინც მივაწერებე სახელი. ესე შაბათი დღე ჩემი დაბადების დღე. ხო? აი გას თვითონ მითხა. თვითონ გამოწოდა მე. მე ჩავწერეო. ეგო რატო ჩაწერე მეთქი უთხარი და. იმიტომ რომ შენო მაგვარის რომ არ უნდა მოგეყვანა უცოდათ. ადრე ჩავწერეო მაგი. მანამდე თუ გქონდათ საუბარი თქო ეს არა 54 წლის გახდებოდით რომ ამ გვარის ანუ შეროზია არ უნდა მოგეყვანა ცოლად. არა. არ ქონია. არა, ის საგულდაგულოდ მალავდნენ ესე. ამის ნათესაები ყველა მალავდა საერთოდ. რა ვიცი ან ერთ ახლაც მალავენ. რაც შეუძლიათ. მაგრამ ვინც დამეხმარა დიდი მადლობა და მითხრა სიმართლე და რაღაცა. ძირითადად მაინც მალავენ. ვინ დაგეხმარათ? ვინ დამეხმარა და ბიზაშვილი არის ამისი. სულს ვიცოდე ვინ გამაჩინავი მოვლენა ქვეყანაზე და ვინ არის ჩემი ნამდვილი დედა. ეს ბუნებრივი ხო? განა იმიტომ რომ მე თავისუფლად ვთქვათ მეკცევნე და რაღაცა კი არა, ცუდად არ მეკცევნე. რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვა. მაინც საკუთარი დედა მაინც უნდა იცოდე და მაგ საკუთარი ფესვები. საკუთარი მამა. თუნდაც იმიტომ რომ მისი გვარი რო გავიგო, მამა ჩემის გვარი. ჩემი ძირითადი მიზანი მაინც მაგია. ჩემი ბიჭი არის, ბიჭი მყავს მე ერთი და იმან სწორი რომ მოიყვანოს, არ მინდა რომ ჩემი გვარის მოიყვანოს, შემთხვევით და. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ახსები დედა ნამდვილი დედა არ არის? არ არის. რატო? თვითონაც გამოწდა. რატო? მაგრამ ეხა ბიოლოგიურად. არა, თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს, ანუ რატომ ფიქრობთ რომ ის უფრო ახლობელი არის თქვენთვის, ვინც გაგაჩინათ, ვიდრე ის, ვინც გაგზარდათ? გამზარდა, გასაგებია, გამზარდა, კარგი საქმე გააკეთა, რომ გამზარდა, მაგრამ ვინც გამაჩინა, რო აგავეჩინე, ვინ გამზედა. ძირითადად მაინც გამჩენია, ხო? რო გაგაჩინა, ეს არის, რომ გაზდიდა მაგ ნებისმიერს მაშინ. სხვას არ იყვანდა და ეს რო აგავეჩინე, რო გამზედა. მაინც ის არის ძირითადად ვინც გაგაჩინა. ასე მიმაჩნია. და ის ბიოლოგიურად ყველანაირად ის არის შეიძლება. ის ვინც თქვენში აი ამაგი ჩადო ამდენი წელი გასაგებია იმაზეც, კი, მადლობა იმაზეც, მაგრამ მე ისიც მინდა დავადგინო სიტყვაზე. თუ შეიძლება თქვენი დახმარებით რა ვითარებაში მოხდა ჩემი აყვანა. რას გეუბნები რა ვითარება? არაფერს არ მეუბნები. დავიბადე 1972 წლის აპრილში, ახლა დასაწყისში თუ ის დავადგინე არის არ არის ნამდვილი ის რიცხვი რომელიც წერია ოფიციალურად. სენაკში და წერია ფორტში გატარებული ვარ ფორტში. რატომ? იმიტომ რომ თვითონ იყო ფორტიდან. წარმოშობით. ახსნელი დედა. ხო, ახსნელი დედა. და თვითონ ჩაიწერა თავის თავი, თვითონ გამაჩინა. ეს ერთი ტყვილი. ხო, სენაკში დავიბადე, ხო, მე ვინც სამშობიაროში ვინც იყო მედდა თუ რა ქვია იმას. სენაკის ხო, სამშობიარო. ამათი ახლობელი იყო, ნაცისავი იყო და იმან გააკეთა ალბათ ეს ყველაფერი როგორც კეთდებოდა მაშინ. და რა გააკეთა ის არ არის ცოცხალი. ის ამჟამად გარია, მაგრამ მისი შვილი არის. ხო და მაგრამ მე ვიცი რომ ვეჭვი მაქვს რომ იცის ყველაფერი და არ მეუბნება. ამის გამო ვესაუბრე მე. ვიყავე როგორც გავიგე ის ვივედი და ვესაუბრე ყველაფერი, მაგრამ მაინც ბოლომდე არ გამოვიდა. მოეფერე მას. ეს იყო მისი სიტყვები, მეტი არაფერი არ თქვა. მე დაგეხმარები, მაგრამ ისე დამეხმარა არ დამეხმარა პრაქტიკულად. მიზეზი რა გქონიათ აი ნათესავები რატომ არ გეხმარებიან გვერდში რატო არ ფიქრგანან? არ ვიცი. ალბათ შეთქმული აქვს ერთმანეთთან. არ იციან სიმართლე თქვენ შესახებ? არ ვიცი, შეიძლება იციან. და არ მეუნებიან, არ ვიცი რა. რატომ ალავენ მე თვითონ არ ვიცი, რატომ უნდა დამიმალო ახლა რა დასამალია. სხვათა კი დამისი კესოდებიან და მე თქვენ თუ არ ვიცი რა ხდება. ამისი რატომ ალავენ მე თვითონ არ ვიცი ეს. რა ხდება. ხო უნდა თქვენ სიმართლე თქვი ერთხელ სიმართლე განთავისუფლდეთ ხო იმისგან რაც გა. და დედა რას გეუბნებათ? ხალბატონი ეს ახლა სულჭუაზე აღარ არის. აღარ ისე მოლაპარაკო. ისეთ სიტუაციაში რაღაცა მეუბნება უკვე ისე. მაგრამ სანამ ჭუაზე იყო მანამდე რა ვიცი. არაფერი არ ვიციო. მე ვიციო რომ დაქტოვაო და მე წავა. მე სულამისულაო შენაყვანაზეო.
იქ სენაკში. არ ჩასულა და თვითონ ფოჩი მეუყვანეს თვითონ ჩებითავი იქ. და ვინ იყო შუამავალი? მისი ესე იგი მისი ძალი, ძმის და რომელიც გარდაცვლილია ამჟამად და მისი ბიძაშვილი რომელიც ასევე გარდაცვლილია. რაც გონია რომ ძალიან ნაწყენი ხართ. ნაწყენი ვარ, იმიტომ და ხა ადამიანის სიმართლეს გიმალავს, ნაწყენი იქნება და იქნება. იქნება სიმართლე ამოძერა. იქნებიციან. ხო, იქნებიციან. იქნებიციან. კი. თუ არ იციან ხო შეეთყობათ რა? თუ არ იციან. მაგრამ რაღაცას მიმალავენ, მაინც რა მეჭი მაქვს. თქვენ აწყობთ რომ გიმალავენ? ალბათ დაფიქსებული აქვს ალბათ სანმე არ უცხოთ სიმართლეები. რაც მიცედი საბეჭრება რჩება რომ ცოტა ცივად საუბრობთ ახალმზრდელ დედაზე. არა, ცივად ახლა ავსაუბრებ რა თქმა უნდა. არჩევს რომ გააკეთა. მაგრამ ერთი სიმართლეს დამალვა არის ყველაზე ცუდი ცოდვა. რასაც ქვია რა. უნდა ადამიანი ესე მიმაჩნია რომ გაიზრდება ადამიანი, მაშინ მაინც უნდა უთხრა სიმართლე თავის ძროზე რა. რომ მე უფრო კაი თვალით შემოხედოს და უფრო ხო ასეა. მართლა იყო შემთხვევები, როდესაც არ იცოდა აღწევმა დედამ მართლა რეალურად ვინ იყო მისი შვილის ბიოლოგი. იცით რა არის, მაშინ ეგ დანაშაულია. დანაშაულია რატო იცი? შეიძლება ჩემი ბიოლოგიური მშობლები მეთმა დაიფადოს და ვერ იყვნენ სრულყოფილები, ხო, ფსიქიურად და იმათ. მაშინ ბავშვი ვაკრავს, ხომ და იცოდნენ მისი ყველაფერი. ან ის ბოდიში და დაქორწინდება, ხო? ბიოლოგიურად ვინ არის მისი გვარი და ისა. ბავშვობა მითხარით თქვენი როგორ იგებო? ნორმალურად. ბავშვობაში გრძნობდით რაღაცა. არა, ბავშვობაში არა, ბავშვობაში არ მიგზია. არა, როგორ ოჯახში გაიზარდეთ? აი მე ნორმალურ ოჯახში. ფოტოებს რასაც უყურებ, ძალიან ის ბედნიერი. ნორმალურ ოჯახში გაიზარდე. ნორმალურ. ინტელიგენციის ოჯახში ვიყავ. ჩვენ ვეძებთ მზია შეროზია. მზია შეროზია. დიახ. რომელიც ახლა უნდა იყოს 65-დან 70 წლამდე ქალბატონი. 6 მზია შეროზიადან. დიახ. ერთი არის დასული საზღვარგარეთ, ერთი არის მეუღლის ზღვარზე გადასული, 4 არ ემთხვევა თქვა ასაკობრივად, თუმცა შეიძლება რომ იყოს კიდე რამდენიმე მზია შეროზია. მაგრამ იყოს გადასული მეუღლის ზღვარზე. მეუღლის ზღვარზე, კი ბატონო. მაგიტომ ვერ ყოფილი. კი. გვარი ნამდვილი არის. რატომ ხარ დაწუნებული? ესე გამოდის რომ ჩვენ ახლა ვიჭერით სხვა გზებს. მაშინ არა, ასე თქოს, არ ამგონია რომ ეთქვა, მას ჩაწერდა ეს უჭკუაზე იყო მას ჩაწერდა ეს. სახელი გვარი ყველაფერი დედეს და დაბადების დღე შაბათი რომ შაბათს დავიბადე. ეს სახელი წაშლილი აქვს თვითონ მე რო გავიგე იმის მე და მე მივაწერე ეს სახელი. ზია ეწერა. 8 აპრილი 1972 წლის იყო შაბათი. ესე მითხრა რომ ესე იგი პირველი შაბათი 1912 წლის აპრილის პირველი შაბათი. აპრილის პირველი შაბათი 1 აპრილი იყო. ან პირველი ან 8. აპრილის პირველი შაბათი 1972 წელს იყო პირველი. ხო, ან პირველი აპრილი ან 8 აპრილი. შაბათი იყო 8 აპრილი. მაშინ პირველი შაბათი გამოდის, პირველი ის გამოდის. ანუ პირველში ხარ დაბადებული. არა, ან პირველში ან 8-ში, არ ვარაუდობ. ხო და ესე იგი შეიძლება რომ სხვა რაღაცებშიც იყოს აცდენა რეალურად. მაგაში არა, გვარში არ არის. გვარი დასახელი ნამდვილია. თვალა და აგერ არის ფაქტი ის ქალბატონი ცოცხალია. ამის ახლობელი ქვია ხო, ვის გადაცვლილია ადამიანს, თვითონ ცოცხალია. მაგას ვერ დამალავს. სახელი გვარი ეწოდება მაგას. რაც აქწერია ის რა ადასტურებს იმას. ეგ სახელი ნამდვილი, სახელი გვარი. იცით რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ ესე ვიწროდ არ უნდა ეწებოთ ბიოლოგიური დედა, იმიტომ რომ ამეთი შეიძლება გზები მოვიჭრათ ძებნის. შეიძლება რომ არსებობდეს სხვა ქალბატონი, რომელსაც გააჩინა 1972 წლის 8 აპრილს. ვიცი, გამოდიწყული არაფერი. შეიძლება ეხა უყურებდეს ამ გადაცემას. მაგრამ თქვენ ესე ამბობთ დარწმუნებით სახელს და გვარს, მან ხელი შეიქმნიოს. მაშინ ვიტყვე ზოგადად რა. ვინც გზნობს თავს ჩემს დედად, ან შემიმართავ თქვენი საშუალებით, გამომეხმაუროს. არა პრობლემა, მე მივიღებ როგორც მას საკუთარ დედას, ხელს ავკრავ. ძირითადად ჩემი მიზანია, თუ ახლა მას უნდა ჩემთან ურთიერთობა, კი ბატონო, მზად ვარ ყველაფერთვის. და თუ არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, ის მაინც მითხრას, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მამა. პირველ შეხვედრაზე თუ გიფიქრიათ? პირველ შეხვედრაზე? დედასთან პირველ შეხვედრაზე, ბიოლოგიურ დედასთან. რა ვიცი, ემოციური იქნება ნამდვილად. ადამალა.
აი რას ეტყვით? აუ წინასწარებს ვეკითხოთ. ყოველ შემთხვევაში არ უსაყვედურებ არაფერს მე პირადად. თვითონ თუ ეკნება სული მომიყვეს. თვითონ თუ უნდა რომ მომიყვეს, დაჩემ ხო მომიყვეს. მე იქით არაფერს არ ვეტყვი. და ვკითხავ. რატომ? იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაც თავისებური ის ეკნება მაგას. ეგ ხენჯად გულში. რო თვითონ ეს ჩაიდინა, დამტოვა თუ რაკნა თუ რაღაც თუ ასე იყო. როგორც ესენი მეუნებიან, ხო? თავისი ის ეკნება მაგას მაინც. ცოდვა გულში ჩადებული რაღაცა. არ მინდა რომ დაუმძიმო. მე მგონია რომ თქვენ უკვე წინასწარ ამართლებთ. არა, გამართლება არ აქვს საქციელს. მის დატოვაშვილი და ისა მიატოვა, მაგრამ მე მაინც ჩემი იმიდან ადამიანებიდან გამომდინარე, არ მინდა მას ხელი ვკრა და უბრალოდ მინდა მივიღო. უბრალოდ ქრისტიანები ვართ, ხო? უა, ვიცოდ პატიება და ეს. ვაპატიე მე მას. და ამ დროს აღმზრდელი დედის არ ვკრავ ხელს. როლი როგორი იქნება თქვენ ცხოვრებაში? ჩვეულებრივად როგორც იყო ისეთი. როგორ? მაგრამ გარკვეული გულში იტკენა მექნება რომ დამიმალა სიმართლე. ამას მე ვერ ვაყოფ და ვეც ტყუილი იქნება რომ თქვა რომ აი დავივიწყებ მეთქი, მაგას ვერ დავივიწყებ. ანუ იმას ივიწყებთ რომ შვილი ბავშვი დაგტოვა სამშობიაროში და იმას ვერა რომ არა, სიმართლის დამალვა ძალიან ცუდი საქმეა. რთულია თქვენთვის? რა ვიცი, ერთის რთულია და მეორე სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ რა ვიცი, მაინც მინდა რომ ოპტიმისტი ვიყოთ რა და ვიპოვოთ რა ვიცი. ეხლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან? ნორმალური. ნორმალური? ნორმალურად. ანუ ესეთი მოკითხვებით, ბზარებით და შეულებრივად ხო რაღაცა ესეთი, მაგრამ მაინც გულში დგენა არის. სიმართლე რო გითხრათ. არ ეკონტაქტებით ხშირად? შეიძლება ზოგადად. ის როგორ გწნობს ამ დროს თავს? ვიცი ხო ბატონო, ახლა ისეთი ჩვეულებრივად, ახლა მაგისთვის სულეთია ყველაფერი. ისეა. მზიმიშვილი მოვიდა ელაპარაკა და 9 საათში აღხსოვდა ვინ იყო მოსული. ბოლოს როდის ესაუბრეთ ამ თემაზე, თქვენ თემაზე? ერთი წლის უკან უკვე და იმის მერე უკვე წავიდა იმის საქმე უკვე. ფიზიკურად ვერ არის უკვე. აგვი რაღაც აკაზე მაგას დალაპარაკს. მაგ თემას. სიმართლე რო გითხრა. მე უკვე 48 წლის ვარო და ეხლა უნდა გავიგოო ამასაკში რომ ჩემი დედა სხვა არისო, ხო შეიძლებოდა რომ ადრე გამეგოო და მენახა ახალგაზრდა ყოფილიყო და მომეძებნაო. ანუ ამაზე გული წყდება რა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნამდვილი დედა რომელია? ის არა, ეგ რა თქმა უნდა, კი, ვინც გაზარდა, ეგ ნამდვილი დედა არის, იმიტომ რომ მარტო გაჩენა ხო არ არის საქმე გაზრდა, მაგრამ მაინც ვატყობ რომ ის ხარეს უფრო იმაშვება. და მე არაფერს რა ვიცი, რატო არ ვიცი. მეც მიკვირს. ჩემი საკუთარი შვილი მყავს და ესი არ დამიცავს მეთქი, საერთოდ არ იცნობს და იმას ისეთნაირად იცავს. და როგორ ფიქრობთ, აღსწევ დედას არ ტკივა და არ წყინს ეს? ნუ, კი, რო იყოს ისეთ ჭკუაზე, მაშინ შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მაგისტრის უკვე სულ ერთია, ისეთნაირ იმაში არის რა. არ იცის რა, რო ეუბნები იმ წუთში რაღაცა, მაგრამ არც ფიქრობს მაგაზე, რას ეუბნები. ეხლა სად არის აღსწევი დედა? აი, ეგერ წელს. აქ არის? დედა აქ არის? კი, წელს. შეიძლება კი, როგორ არა, კაცო. რა პრობლემაა? გამარჯობა. 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 როგორ ახართ? ამჩი. შეიძლება დავჭდე. როგორ ახართ? კი ბატონო, არა, გადაშადები არაფერი არ არის. არა, ვიცი, როგორ ახართ? არ ვიცოდი აქ რო იყავეს ძალიან ეს მოულოდნელად მოხდა. არა, უშავს. ხო, კარგად ხართ? არა, კარგად, მაგრამ დავბერდი უკვე. ნუ რას ვიზავთ ასაკი? მაინც ძალიან ეს ავნერვიუდი ახლა, იმიტომ რომ არ ველოდებოდი თქვენთან შეხვედრას და პრინციპში სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ხა ისეთ მდგომარეობაში ვარ. აბსოლუტურად ყველა გზა და ყველა ხერხი ვცადე იმის რომ მოვეძებნა ბიოლოგიური დედა არა იმიტომ რომ შემახსოვს მშობლებს პატივს ავცემ და არა იმიტომ რომ ჩემთვის პირველ რიგში ბიოლოგიური დედა ეს არასდროს ესე არ იქნება და დარწმუნებული ვარ ყველა შვილი ესე ფიქრობს რომ თავარი არის ადამიანი ვინც გაზარდა მაგრამ მაინც აი გვარი ფესვები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვარი ცოდნას თუნდაც იმიტომ რომ არ გქონდეს სისხლის აღრევა და აი გვაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენი შვილის შესახებ.
ჩემი შვილი შესახებ რა დიახ, აი დედა, ბიოლოგიური დედა, ვინც მიატოვა სანამ თქვენ არაფერი არა მაქვს, იმიტომ რომ სამამტყოფოდან არ გვაქვს გამოყვანილი და თქვენ წამოიყვანეთ? მე არ გამომიყვანია, დეიდა მომიყვანა. თქვენმა დეიდა? დეიდა, დიახ. სენაკის სამშობიაროდან? სენაკის თოფოთის არასუსახამაზე. გვარი ხომ არ თქვამთ? შეროზია მზია, არის დედა. ბიოლოგიური დედა. ბიოლოგიური დედა. თქვენ ნანახი არ გყავთ? არა. და მამა? მამა. გვარი? შეროზია მზია, ასე. არა, შეროზია არის დედის გვარი. არის დედის გვარია, ნამდვილად თქვენ იცით? მეც არ ვიცი, ესე იგი შეროზია მზია, ასე ვინ შეიძლება რომ იყოს შეროზია მზია? ბიოლოგიური დედა ვინც მიატოვა? ვერ გეტყვით, ვინ დატოვა? ვერ გეტყვით. გვარი არ გიკითხავთ თქვენ? რომ მოიყვანეს შეროზია მზია, ასე მითხრეს და არ სულ მაგ გვარის ირგვლივ ტრიალებ რომ და მამის გვარი? მამის არა. არც თქვენ არ გიკითხავთ? რატომ? და არ მიკითხავს. ეტყობა ისეა გაჩენილი რომ მამა და საერთო არ ქონია. და თქვენ აი რა ისტორია მოგიყვნენ, რა ინფორმაცია მოვიდა თქვენამდე? აი როგორ მოხდა ბავშვის გაჩენა, დატოვება, არა, მაგზენი არა, დეიდა მოიყვანა, ჩემმა დეიდა მოიყვანა ცხაკაის სამამტყოფოდან. ცხაკაიას საავადმყოფო იყო ესეთი? კი, ნამდვილად. ეს სენაკში იყო ეს? სენაკში. სენაკს ცხაკაია ერქვა. სენაკს ერქვა ცხაკაია. კი, ცხაკაია ერქვა სენაკს, ხო. და იმ სამშობიაროდან მოგიყვანეს? კი, იქედან არის მოყვანილი. ზუსტი დაბადების დღე ხომ არ იცით? მე როგორ მოხდა ისე რომ თქვენ პირდაპირ აღგზელი დედა ჩაიწერეთ ბიოლოგიურ დედა დაბადების მოწმობაში? უარი ხომ არ ყოფილა წერილი? არაფერი არც გამოჩენილა ვინმე რომ ბავშვს ეძებდა, თხოვლოდა, ის არა, მაგისან რამე არ ყოფილა. ან რატო როგორ გონიათ? თქვენ ხომ არ გიძებნიათ შემდგომ, აი ხوار დაინტერესებული ხართ, ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო? არ მე ორი დეიდა იყო და ვენდე იმაც ყველაფერს მოიყვანეს, ის ბავშვი მოიყვანეს და მე არცად რაც მითხრეს იმას ვლაპარაკ. და რამდენად არის შესაძლებელი რომ იმათ სიმართლე არ ეთქვათ? თქვენთვის. არ ეთქვიან. წყულს არ მეტყოდნენ, იმიტომ არა, ნამდვილად არა. ნამდვილად არა. ანუ ნამდვილად მზია შეროზიას ვეძებთ? კი. რამდენი წლის იყო მაშინ? ეს ხო არ ვთქვამთ. მზია შეროზია რამდენი წლის? არა. ახალგაზრდა იყო, რა თქმა უნდა, ახალი გაჩენილი იყო ბავშვი და პროფესიით ვინ იყო, ან რა საქმიანობდა, რა ასაკეთებდა? საცხოვრობდა, საცხოვრობდა. სენაკში არ ვიცი ახლა საერთოდ სენაკიდან არის, სენაკის სამამტყოფო. შეიძლება შენ უბრალოდ სხვა ქალაქიდან იყო და სენაკში გააჩინა, იმიტომ რომ არ გაიგო იმ ქალაქში, რომ შეროზიები აღმოჩნდა რომ არა მარტო სამეგრელოში არიან, არამედ კახეთშიც არიან შეროზიები. ყველგან არიან, ყველა გვარი არის. ხო. შეხვდები, ყველა გვარ შეხვდები. გარეგნობა ხო არა უხწერიათ თქვენთვის? არა. არ ვთქვამთ აი გარეგნობა. არა, კაი ის იყო შესახედად, კარგი ის იყო და ახლა სხვა რომელ იმაში დაიბადა, სად დაიბადა, სად გაიზარდა, ამდედა ახლა ვინ არის, მაგდენი ახლა სამამტყოფოდან გამოიყვანეს, ბავშვი გამოიყვანეს. იცით რა მაინტერესებს თქვენ შულს რომ არ გაიგო სხვისგან რომ იყო აყვანილი? თქვენ ეთყოდით? ალბათ ვეთყოდი ახლა ბოროტება დამალვა. რამდენად ცდილობთ თქვენ რომ დაეხმაროთ სიმართლის მოძიებაში, ან ხომ არ გიცდიათ ვინმე შუამავალთან დაკავშირება, ან სხვა ხერხით სახმარება? დედის გვარი ხო უთხარი შეროზიები. მამა ნამდვილად არ ვიცი. როცა ცოტა მგონია რომ მგონია არა თქვა კიდევაც თქვენმა შვილმა რომ ცოტა ნაწყენია თქვენზე იმის გამო რომ ვერ იგებს ბიოლოგიური მამის გვარს. არ ვიცი და ახლა
ვის დავარქვა რომ ეს არის მამაც განამძილად მაგას ვერ გავაკეთე არ ვიცი ნამდვილად შეიძლება საუნდტრეკში თუ არ სადმე გატარებული შეიძლება იყოს იქ ხო იქნება ჩაწერილი ის ხო შეიძლება მამის გვარიც თქვა შეიძლება არც უთქვას მამის გვარი რომ თუ გააჩინა ესე მარტო ხელამ შეიძლება არც ჩაეწერათ მამის გვარი იგიც არ ვიცი ახლა მშობლები ვინ აღავს და ძმა ესე არაფერი არ ვიცი მაგ ქალის შესახებ და პირადადაც არ მინახავს როგორი ბავშვი იყო კარგი კარგი საზრდელი კი კარგად იქცეოდა და დედაც ყავდა მაშინ და მეხმარებოდა ფოთში ვიყავი ძირითადში მას შემდეგ რაც გაიგო რომ ბიოლოგიური დედა არ ხართ რა შეიცვალა თქვენ ურთიერთობაში არაფერი ისე ისია როგორც იყო არაფერი არ იცი თვითონ ვინ არის და არც მე არ ვიცი ვინა რომელი არ მინახავს მე ვენდი ჩემიანებს რო იყვნენ და ვინც მომიყვანა კარგი მადლობა როგორც არ უნდა იწყებოდეს ჩემი ისტორია, მე დარწმუნებული ვარ, რომ არა ჩემი ამყვარი მშობლები, მე ისეთი ვერ ვიქნებოდი, როგორიც დღეს ვარ. ამიტომაც პირველ რიგში დავაფასოთ ჩვენი აღმზრდელი მშობლები, ადამიანები, რომლებმაც ჩვენ გაზრდას სიცოცხლე შესწირეს. მაგრამ აქვე გავითვალისწინოთ, რომ საკუთარი გვარის ზებნა აღმზრდელი მშობლების ღალატს არ ნიშნავს.